თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ხარაგაულში საქართველოს სახალხო არტისტის ღირსების ორდენის კავალერის ნადეჟდა ხარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გამართა. კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები, საქართველოს სახალხო არტისტები და ორკესტრი მონაწილეობდნენ. შესრულდა ფრაგმენტები ქართული საოპერო შედევრებიდან. ქართველმა მომღერალმა ნადეჟდა ხარაძემ კლასიკურ ოპერებში არაერთი ვოკალურ სცენური სახე შექმნა. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, ინტელიგენტი, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ შემზე უფროსი იყო, მაგრამ ბევრ საინტერესოს და კარგს ვიგებდი მისგან და თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო ოპერის მომღერალი არ იყო, არაჩვეულებრივი იყო. სალხინეთში გახსოვთ ის ფილმი? აურზაური სალხინეთში. როგორი შესანიშნავი იყო და საერთოდ კაბოდონადიასთან ხალხი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოს საქართველოს და კარგია რომ ხარაგაულში ეს ხდება და მისი ხსოვნის საღამოა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ამაღლებული განწყობა გვაქვს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ხარაგაულში სტუმრობს. წარმოდგენილი იქნება მათი შესანიშნავი სპექტაკლი. დარწმუნებული ვართ, რომ ხარაგაულელები ისიამოვნებენ. მადლობა როგორც წარმოდგენილ თეატრს, ასევე კულტურის სამინისტროს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის. ეს იყო დიდი ფართო დიაპაზონის ქალბატონი. ვაფასებთ მას როგორც ესეთ შეუძარებელი ხმის სოპრანოს. გვახსოვს მისი როლები, როგორც კინოდან, ასე ოპერეტებიდან, ასევე ოპერის სპექტაკლებიდან. ჩვენ შემდგომი თაობა, ვისაც ახლა არ უნახავს ნადეჟდა ხარაძეს სცენაზე, მაინც პატივი მიაგოს მის შემოქმედებას, არ დაივიწყოს.